ელექტროსადგური გაიხსნება ურეკში. 215 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტის განსახორციელებლად USAID საქართველოს ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერა კოლხიდას სანატორიუმს გაუწია. ფოტოელექტრული მზის პანელებით აღიჭურვა კოლხიდას სანატორიუმის მფლობელობაში არსებული სპა და გამაჯანსახებელი ცენტრი ურეკში. პროექტის ღირებულების ნახევარს USAID, ნახევარს კი კოლხიდას სანატორიუმი დაფარავს. მოხარული ვარ, რომ ურეკში ვიმყოფები, სადაც ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც მზის პანელების დამონტაჟებას ეხება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც მხარი დავუჭირეთ ტექნიკურ ექსპერტიზას და ასევე დავაფინანსეთ თავად პროექტი. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ თანამშრომლობს USAID, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ განახლებადი და სუფთა ენერგიის გაზრდას საქართველოში. სამედიცინო სამკურნალო სერვისები, რომელიც ურეკს აქვს, მისი უნიკალური მაგნიტური ქვიშის დამსახურებით კიდევ უფრო გავაფართოვოთ და რაც მთავარია გავზარდოთ სეზონი და ეს არის ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს იმ პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ბიზნესის დახმარებას, ასევე ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი საქართველოს ბიზნესისთვის.